უკანასკნელი ქადაგებისას მეუფე იაკობმა განაცხადა: სულიერი ძალა არის ჯვარში. ამასთან მან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ევროპას საკუთარ ტერიტორიაზე ომი არ უნდა, თუმცა სხვა ქვეყნებში ამას მხარს უჭერს, მაგალითად კი უკრაინა მოიყვანა. რა უნდა ევროპას? ევროპას თავისთან ომი არ უნდა, უკრაინაში უნდა? რა თქმა უნდა, რომ არ უნდოდეს არც იქნებოდა. საქართველო ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა იმით, რომ 2008 წელს ევროპის თანხმობით მოწყვლადი გახდა საქართველო და ბაზები გვაქვს ახლა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც, განაცხადა მეუფე იაკობმა. ის სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებს. ის არის წყემსი კეთილი და აუცილებლად დაუჯერეთ მეუფე იაკობს. აგრეთვე იგი გახლავთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. დამიჯერეთ, ეს ადამიანი სწორს ქადაგებს და აუცილებელი არის რომ ვენდოთ მას.